მოგესალმებით. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს საუბრები პოლიტიკაზე. მე მისი წამყვანი გია ჯაფარიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ საქართველოს ევროპული კავშირის ურთიერთობებზე. ჩვენი სტუმრები დღეს იქნებიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი არჩილ ყარაულაშვილი და საზოგადოებრივი მოძრაობა ივერიის წარმომადგენელი გუგა ჯულუხიძე. ება მომეცით პირველი კითხვით მიმართო ბატონ არჩილს. საქართველოს ევროპული კავშირის ურთიერთობები რა ეტაპზე ვართ დღეს? დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ასევე დასმული კითხვისთვის. ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობები დღეისათვის საკმაოდ მნიშვნელოვან ეტაპზეა. პირველ რიგში მოგესალმებათ, რომ ჩვენ ვართ უკვე იმპლემენტაციის ფაზაზე ასოცირების შეთანხმების გასული წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო ოფიციალურად აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაცია. ამასთან ერთად ჩვენ ვართ ვაწარმოებთ საკმაოდ აქტიურ დიალოგს ვიზა ლიბერალიზაციაზე და ვახორციელებთ შესაბამის რეფორმებს, შესაბამისი გეგმის საშუალებით. ჩართული ვართ ევროკავშირის სხვადასხვა ინიციატივებში და პოლიტიკებში, როგორც არის აღმოსავლეთ პარტნიორობა მობილურობისათვის, სხვა პროგრამები და პროექტები. ამასთან ერთად თავისთავად თანამშრომლობთ ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებზეც. ანუ ძალიან ფართოა ჩვენთან ევროკავშირის ურთიერთობები. სასიამოვნოა აღვნიშნო, რომ ეს ურთიერთობები რაც დრო გადის უფრო ფართოვდება და ფართოვდება. ჩვენ მახსენებთ ასოცირების შეთანხმებას ვახორციელებთ, ვართ მაკოორდინირებელი უწყება, კოორდინაციას უწევთ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას. შარშანში შემუშავებული იყო 4 წლიანი გეგმა აღნიშნული შეთანხმების განხორციელების წელს ყოველწლიურ გეგმა გადაწყვეტილი რომ გავაკეთოთ წელს არის 2015 წლის გეგმა უკვე დამტკიცებული და ვახორციელებთ. სასიხარულოა რომ ევროპულმა მხარემ პოზიტიურად შეაფასა 14 წლის გეგმის შეფასება და ასევე პოზიტიურად შეაფასა თვითონ 2015 წლის გეგმა. როგორც თავისი შინაარსით, ამბიციურობით, ასევე თვითონ დოკუმენტების ხარისხით. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია თავისთავად ევროკავშირთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. შესაბამისად, ამჟამად მემზადებით რიგის სამიტისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შრომა და განხორციელებული რეფორმები დაფასდება და რიგის სამიტზე გარკვეული მიზნები იქნება მიღწეული. შემდეგი კითხვა სწორედ რიგის სამიტთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ. რა მოლოდინები გვაქვს რიგის სამიტთან დაკავშირებით? ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ სხვადასხვა არხებით, რომ მოლოდინები საკმაოდ მაღალია. რამდენად შეესაბამება ჩვენი მოლოდინები არსებულ რეალობას? მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის მრავალმხრივი ფორმატი. საქართველოს გარდა ჩართულია სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელარუსია და მოლდოვა აღნიშნულ პარტნიორობაში. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესაბამისად შეინიშნება გარკვეული განსხვავება ქვეყნებს შორის ევროკავშირთან მიდგომების თვალსაზრისით, ამბიციურობის თვალსაზრისით ურთიერთობების გაღრმავების. მაშინ როცა თქვა საქართველოს, უკრაინა და მოლდოვა მიისწრაფიან რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები, სხვა ქვეყნები უფრო განსხვავებული პოლიტიკური პრიორიტეტები აქვთ, თუმცა ეს არნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ეს ქვეყნებიც დარჩნენ მაინც აღმოსავლეთ პარტნიორობაში და მათთანაც გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობა მრავალმხრივ ფორმატში. ამავე დროს გვინდა, რომ განსაკუთრებით მეტი ყურადღება დაეთმოს იმ სამ ქვეყანას, რადგან ობიექტურად მათ უფრო ბევრი საერთო აქვთ, თუნდაც რეფორმების მხრივ, თუნდაც გამოცდილების გაზიარების კუთხით უფრო მეტი სურვილი აქვთ ერთმანეთთან თანამშრომლობ ამ რეფორმების განხორციელების პროცესში. თქვენ გულისხმობთ საქართველოს, უკრაინა და მოლდოვას კი. ამაზე ვისაუბრებთ გადაცემის ხელობისას. ეს არის ასე ვთქვათ, ესეთ ძირითადი ზოგადი მიდგომა.
რაც ასევე ჩვენი პოზიცია ზოგადად ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის, რომელიც ნაწილიც არის აღმოსავლეთ პარტნიორობა, გადახედვის თვალსაზრისით. რაც შეეხება ასე ვთქვათ, კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებულ მოლოდინებს, პირველ რიგში ჩვენ გვინდა რომ ევროკავშირმა დადებითად აღიაროს ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებული რეფორმები და ამის ყველა წინა. უფრო კონკრეტული რო იყო, ველოდები თუ არა მივიღოთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. აი ფორმულირებაში არ დაგეთანხმებით ამ კითხვის, იმიტომ რომ თვითონ სამიტი გადაწყვეტილებას ვიზა ლიბერალიზაციის მხრივ არ იღებს. იღებს შეუძლია მას მხოლოდ რეკომენდაცია მიიღოს ევროკავშირის საბჭოს მიმართ. იქნება ეს რეკომენდაცია დადებითი. ეს ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს რეკომენდაცია იქნება დადებითი. გადაწყვეტილებას, საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით იღებს ევროკავშირის საბჭო. როგორც წესი, ასეთი სახის გადაწყვეტილების დროს იკრიბებიან ხოლმე შინაგან საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. ზუსტად მათზე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. უბრალოდ ასევე როგორც მოხდა მოლდოვის შემთხვევაში სამიტმა უნდა რეკომენდაცია მისცეს საბჭოს რომ ანუ დადებითი რეფორმების დადებითი შეფასების კვალობაზე მიიღონ პოზიტიური გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში და ზუსტად ამის იმედი გვაქვს, როცა ველოდებით რიგის სამიტს. ანუ უფრო კიდევ ერთხელ გამიმეორო რომ არ იყოს არარეალისტური მოლოდინები და არის ასე ვთქვათ. თუმცა ისმის არარეალისტური მოლოდინები ძალიან ხშირად ყოველდღიურად გვესმის რომ ველოდებით. ხო, ამიტომ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად გავავრცელოთ ხოლმე ობიექტური ინფორმაცია. ამ შემთხვევაში რიგის სამიტი მნიშვნელოვანი ეტაპია და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ჭირდება უვიზო მიმოსვლისთვის რიგის სამიტის მხარდაჭერა, მაგრამ ეს არ არის საბოლოო და გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, ეტაპი. კიდევ რჩება, ასე ვთქვათ, რაღაც ეტაპები ამის მერე გასავლელი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საერთო ჯამში ჩვენი, ასე ვთქვათ, რეფორმები დაფასდება და შესაბამისად მივიღებთ, თუმცა მინდა ამავე დროს ვთქვა, რომ გარკვეულ სირთულეებთანაც გვაქვს საქმე ვიზა ლიბერალიზაციას რაც ეხება. ამაზე აი ვისაუბრებთ მე დამთავრებია მოლოდინები ამ რიგის სამიტთან დაკავშირებით. კიდე ერთი მოლოდინია, რა თქმა უნდა, რომ აღიარებული იქნება საქართველოს ასევე როგორც ვთქვათ, უკრაინის და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ რომ განეიტრალდეს ის პროპაგანდა, რასაც ასე ვთქვათ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ეწევა. და ამ პროპაგანდის ერთ-ერთი პუნქტი არის, რომ არ არის რეალისტურია მაინც თქვენი გაწევრიანება ევროკავშირში და ანუ არც ეს არის მართლმსული პროპაგანდა საქართველოში პარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილი ზუსტად იგივე პრორუსული მთავრობის წარმომადგენელი ბრძანდებით უმრავლესობას ამ მთავრობის მხარდამჭერია. მთავრობის და უმრავლესობის მხრიდან კონტრადიქციული ყველა წევრის კომენტარზე ვერ გავაკეთებ მე კომენტარს. მე უბრალოდ ვიძახი ის რაც პოზიციას რაც ოფიციალურ მთავრობას აქვს ახლა ამ შემთხვევაში. აი ბატონ არჩი გადავალ კითხვით ბატონ გუგასთან. ბატონი გუგა ცოტა ხნის წინ დაბრუნდა პოლონეთიდან. ის მუშაობდა პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. საკმაოდ დიდი ხანი აქვს გატარებული პოლონეთის სეიმის მარშლის რადეკ სიკორსკის ოფისში, ჯერ სანამ რადეკ სიკორსკი მუშაობდა საგარეო საქმეთა მინისტრად. ამჟამად მას სეიმის მარშლის პოზიცია უკავია. თუ არ ვთქვი 2 წელი თქვენ მასთან გაატარეთ ოფისში. იგივე კითხვა მინდა რომ თქვენს დაგისვათ რიგის სამიტთან დაკავშირებით. მოლოდინები, ჩვენ ბევრს საუბრობთ საქართველოს ევროპული კავშირის ურთიერთობებზე, როგორ აისახება ეს ურთიერთობები საქართველოს რიგით მოქალაქეებზე. ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, უვიზო მიმოსვლას ევროპულ კავშირში. თქვენი შეფასება. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენ სტუმარს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ძალიან სწორად აღნიშნეთ, თქვენ საქართველოს და ქართულ საზოგადოებას აქვს კონკრეტული მოლოდინი რიგის სამიტიდან და ეს არის არც მეტი არც ნაკლები. არა იმის დაფიქსირება, რომ საქართველოს რაღაც ქმედითი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირის მიმართულებით, არამედ ვიზების ლიბერალიზაცია. როგორც მოხდა თქვათ მოლდოვის შემთხვევაში. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს 2 ნაწილისგან შედგება ზოგადად ეს პროცედურა. პირველი არის კომისია, რომელიც აძლევს რეკომენდაციას ევროკავშირის საბჭოს. შემდეგ უკვე უნდა მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეიტანონ, ასე შეიძლება ითქვას, განაცხადი
და ხდება ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ რეალურად მიუხედავად იმისა, რომ თქვა ერთი შეხედვით რაღაც მცირე წარმატებები გვაქვს კომისიასთან თანამშრომლობის. ანუ ასე ვთქვათ, ტექნიკური საკითხები მოგვარებულია. მაგრამ გარწმუნებთ და მოლდოვის შემთხვევაშიც ეს ასე იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, პირადად მე რა ინფორმაციაც მაქვს და სურს ეს გაგიზიარო და გითხრათ, რომ არც თუ ისე შეიძლება ითქვას პოზიტიური სიგნალები მოდის რამდენიმე ევროპული დედაქალაქიდან. ეს არის მხოლოდ, ასე ვთქვათ, ტრადიციულად სკეპტიკოსი სახელმწიფოები? არა მარტო. ას გულისხმობს? რეალურად უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ჩვენ ხედავთ რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორთან საქართველოსთვის სიტუაციის გაუარესებას. რა თქმა უნდა, ეს სიტუაციის გაუარესება არ ნიშნავს იმას, რომ თქვათ, ჯერჯერობით სიტუაცია არის კატასტროფული და მადლობა ღმერთს ეს ასე არ არის და აქვე მსურს აღნიშნო, რომ ალბათ არ მოიძებნება არც ერთ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების წარმატება არ გაუხარდება, იმიტომ რომ ხელისუფლების წარმატება ნიშნავს, რა თქმა უნდა, სრულიად საზოგადოების წარმატებას. მაგრამ რეალურად უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ჩვენ ხედავთ, რომ ვითარება არა მხოლოდ გაუარესდა, თქვათ, არატრადიციულ პარტნიორებთან და თქვათ, წევრ სახელმწიფოებთან, თქვათ, როგორც არის დასავლეთ ევროპა. სკეპტიკოს სახელმწიფოებს გულისხმობს. სკეპტიკოს სახელმწიფოებს გულისხმობს, სკეპტიკურად განწყობილს, არამედ ისეთ პარტნიორებთან, როგორც არის პოლონეთი, ისეთ პარტნიორებთან, როგორც არის უნგრეთი. და ეს აისახება იმ, თქვათ, თანამშრომლობის ინტენსივობის, თქვათ, შემცირებით და ამ თანამშრომლობის ტემპის დაგდებით, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო, თუნდაც 1 წლის წინ ვიდრე არის დღეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა უგულშემატკივროთ საქართველოს რიგი სამიძე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და განვაცხადოთ, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში, თუმცა პირადად მე მოგატყუებს და გეტყვით, რომ სკეპტიკოს სახელმწიფოებს შეემატა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ჩვენი, ასე ვთქვათ, ტრადიციული მხარდამჭერები. რა თქმა უნდა, ეს ასეა ბალტიისპირეთის ერთ-ერთი. რა არის ამის მიზეზი? რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ჩემი აზრით, გარე ფაქტორები მხოლოდ თუ არის შიდა ფაქტორები? არა, რა თქმა უნდა, არა, მხოლოდ გარე ფაქტორები არა. როგორ აისახება, ვთქვათ, გამოგჩათ შვედეთი, მე მგონი კიდევ ერთი მაკეთკენ მიმყავს. დამეთანხმებით ბატონო არჩილ, შვედეთი და პოლონეთი იყო სახელმწიფოები, რომლებიც იშვილეს აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამა და ჩვენ მათ დღეს ვერ ვხედავთ. სამწუხაროდ ეს ასეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ თქვათ, შვედეთის მთავრობის ადმინისტრაციაში და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე აღარ არის ბატონი კარლ ბილტი, ისევე როგორც პოლონეთში რადეკ შიკორსკი, რომელიც რეალურად კარლ ბილთან ერთად იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის არქიტექტორი და ადამიანი, რომელმაც შექმნა აღმოსავლეთ პარტნიორობა. და ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობაში ერთ-ერთი ელმავალი, ასე შეიძლება ითქვას, გახდა საქართველო. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით საქართველოში გვაქვს საკმაოდ სერიოზული შიდა და გარე გამოწვევები, რომელიც გამოწვეულია ისევ და ისევ რაღაც არასწორი გადაწყვეტილებებით და არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რომელი არასწორი გადაწყვეტილებებით თუ შეგიძლიათ და კონკრეტულად? მაგალითად, შემიძლია ვისაუბრო ამ შემთხვევაში პოლონეთის მაგალითზე, ძალიან ხშირად პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი აქვეყნებდა ძალიან ნეგატიურ და საკმაოდ მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები, რომლის მიხედვითაც საკმაოდ სკეპტიკურად და უარყოფითად აღიქვამდნენ იმ სასამართლო პროცესებს, რომელიც მათი თქმით და ეს ასე იყო, რომელსაც ის სასამართლო პროცესები, რომელთაც ჰქონდათ პოლიტიკური ელფერი და გულისხმობ, თქვათ, მაღალჩინოსნების დაპატიმრებას, თქვათ, ან კიდევ სისხლის სამართლის საქმის აღწევას. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შეშფოთების საგანი და გამოწვევი მიზეზი. გარდა ამისა, როგორც აღნიშნე, ინტენსივობა არის საკმაოდ მოკლებული ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან. ანუ საქართველოს უფრო პასიური გახდა ბოლო პერიოდში, ბატონ არჩილთან გადავალ. შემდეგი კითხვით, არ ვიცი, ეთანხმებით თუ არა, რამდენად აქტიურია საქართველოს დღეს. ასევე ბატონმა გუგამ ახსენა რაღაც გარკვეული შიდა პრობლემები, როგორ ფიქრობთ, ჩვენ ძალიან ხშირად მიუთითებთ ბრიუსელისკენ, როდესაც რაღაც არ გამოგდის. ამ შემთხვევაში ვთქვათ, მხედველობაში მაქვს იგივე ვთქვათ, ახალი სავიზო რეგულაციები, რომელიც დაუწესეთ ევროპული კავშირის მოქალაქეებს. ერთის მხრივ ჩვენ ევროპულ კავშირს ვთხოვთ, რომ
გაგვიხსნას უვიზო რეჟიმი და მეორე მხრივ ვამბობთ, რომ ევროპული კავშირი ჩვენ გვთხოვს მათ მოქალაქეებს შეუზღუდოთ საქართველოში შემოსვლის და რაღაც ყოფნის ვადები. იგივე ვთქვათ, ხშირად ვიშველიებთ ევროპულ კავშირს ვთქვათ რაღაც შიდა მოხმარებისთვის, ვთქვათ იგივე კანონი, რომელიც რეკლამებს შეეხება ტელევიზიებთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, აი ეს პროცესები ხელს უწყობს თუ ხელს უშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას? მე მომწით პირველ რიგში მოკლე კომენტარი გავაკეთოთ ბატონ გუგას მიერ, ასე ვთქვათ, წარმოთქმულ პოზიციაზე. მე არ ვთვლი, რომ ამჟამად თუნდაც ვთქვათ, პოლონელ მხარესთან ურთიერთობები არის შესუსტებული. ჩვენ დონეზე, ჩვენ პოლონელ კოლეგებთან იმ ხალხთან, ვინც თავის დროზე პოლონეთის, ასე ვთქვათ, ევროინტეგრაციის მიმართულებით მუშაობდა, ძალიან აქტიური კონტაქტები გვაქვს, ყოველ, ასე ვთქვათ, რაც არის ყოველდღიურად ვცვლით გამოცდილებას, ინფორმაციას და პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია დღესაც საქართველოს ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაც. შვედეთთან მიმართებაში, შვედეთმა თვითონ რაღაც შიდა პოლიტიკის კუთხით სხვა აქცენტები გააკეთა, აღმოსავლეთ პარტნიორობიდან, ასე ვთქვათ, ცოტა განსხვავებული. აქ გარკვეულწილად იყო, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსების ფაქტორიც კალბილტი იყო ნახსენები. ანუ იყო გარკვეული პოლიტიკოსები, რომლებიც წინა ხელისუფლებას უჭერდნენ აქტიურად მხარს და მათ პოლიტიკურად, ასე ვთქვათ, გაურთულდათ ამ ხელისუფლების ოპონენტებისთვის ხარის დაჭერა, თუმცა ეს არნიშნავს, რომ თვითონ ამ ქვეყნებთან ურთიერთობები გაფუჭდა. ჩემი შეფასებით არ არის ეს, იმიტომ რომ როგორც პოლონეთი, ასევე შვედეთი ყველა სტრატეგიული მიმართულებით რჩება საქართველოს მხარდამჭერები. ხელისუფლებაში პოლიტიკური ძალის ცვლას ადგილი არ ჰქონდა შვედეთის შემთხვევაში. იყო ასეთი ცვლილება, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით ბატონო არჩილ, რომ ქართული მხრიდან მთელი კამპანია აგორდა კარლ ბილტი, ქართულმა მხარემ დაადანაშაულა კორუფციაში და ასე შემდეგ. ალბათ გაუჭირდება ნებისმიერ შემდეგ მინისტრს, როდესაც მისი წინამორბედი ასეთ მდგომარეობაში ვარდება იმ სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც მთელი ამდენი წლის განმავლობაში ეხმარებოდა, გაუჭირდება, რომ ისეთივე მხარდაჭერა გამოხატოს. ხა შვედი პოლიტიკოსების ვაგერ მე ვერ გაგცნობთ პასუხს, გაუჭირდებათ თუ არა. უბრალოდ მე ნამდვილად ვიცი, რომ ყველა სტრატეგიული მიმართულებით ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს რამდენად სწორი ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით და სხვა მიმართულებებითაც შვედეთი საქართველოს მხარდამჭერია. იყო რამდენიმე განცხადება ამ ბოლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ძალიან სასიხარულო. კი, ძალიან სასიხარულო არის, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეს რუსეთის ამ კიდევ ერთ აგრესიულ ნაბიჯზე საქართველოს მიმართ და ცდილობაზე, რომ გარკვეულწილად გააგრძელოს ის ანექსია, რასაც აწარმოებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბატონო, ხომ არ ფიქრობთ, რომ ჯობდა უფრო აქტიურები ყოფილიყო? მეორე ნაწილზე იმ კითხვის, სადაც თქვენ თქვით, რომ ევროინტეგრაცია ხან გამოიყენება, ხო და ძალიან ცუდი ჩვენ, ასე ვთქვათ, ზუსტად ჩვენი უწყება ცდილობს, რომ მოსახლეობას მიეწოდოს სწორი მესიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით და არ მოხდეს ევროინტეგრაციის არამართებულად გამოყენება. სამწუხაროა, ვთქვათ, რეკლამის კანონის თვალსაზრისით სამართლა სამწუხაროა ჩემთვის, რომ ევროინტეგრაციის კუთხით რაღაცა ევროინტეგრაცია არასწორად იქა მოხსენიებული, თითქოს ჩვენ რაღაცა დავარღვიეთ ევროინტეგრაციის საქართველოს მთავრობის მხრიდან იყო ასეთი განცხადება, რომ ეს კანონი არის მიღებული იმის გამო, რომ ასეთი არის ევროპული კავშირის მოთხოვნა. ეს მოდით მეც დავკონკრეტებ. ეს არის 2015 წელს სიკულ მაუწყებლობაზე უნდა გადავსულიყავით, ეს გადაიდო, ამის გადადება შეიძლებოდა, მაგრამ რაც შეეხება რეკლამას, ეს რაღაც სასწრაფო რეჟიმში იქნა მიღებული. მოდით რახაც წავიდა რეკლამის კანონზე, მე ბოლომდე გავყვევებ მაშინ საკითხს. ერთი ეს ევროკავშირის მოთხოვნა ნამდვილად არის, იმიტომ რომ ის დევს ასოცირების შეთანხმებაში. ჩვენ წინსწრებად შევასრულეთ ეს მოთხოვნა.
ეს არ ითვლება ასოცირების ხელშეკრულების დარღვევად. ეს პირიქით ითვლება წინსწრებად, არა, იყო ასეთი შეფასებების, რომ ჩვენ დავარღვიეთ რაღაცას ასოცირების შეთანხმება და ეს არ არის დარღვევა, როცა რაღაცას ასრულებთ წინსწრებად, ეს არის ზუსტად წინსწრებად შესრულება. მიზეზები, რა ქონდა ამ წინსწრებად შესრულებას, ოფიციალური განმარტებით ეს მიზეზები განისაზღვრა, ეს არის პირველ რიგში მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს კანონი მინდა შეგახსენოთ, რომ არის ასულტად არადისკრიმინაციული და თანაბარი მიდგომა დაცული ყველა აქ დისკრიმინაციულობაზე არ არის საუბარი, აქ არის საკითხების დიფერენციაციაზე. რა პრინციპით, რა ნიშნით ხდება საკითხების დიფერენცია? რატომ ვასრულებთ რაღაცას წინსწრებით და რაღაც სხვა საკითხს გადავდებთ და ვასრულებთ რაღაც დროში? იგივე თქვათ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების საკითხი. ესეც მოსაგვარებელი საკითხია, მაგრამ გადავადება გავაკეთეთ. არა, არ გადავადება, ვადები უბრალოდ აპირებდნენ უფრო ადრე გაკეთებას, ეს ასევე წინსწრებად ისუწყება, მაგრამ მერე რომ გაითვალეს ის ხარჯები, რასაც არის დაკავშირებული, ჩათვალეს რომ წინსწრებად გაკეთებას არის მომხმარებლების უფლებები. 4 წელი ზუსტად ავტოტექდათვალიერებაზე რომ ეტაპობრივად განვახორციელოთ ეს რეფორმა, რადგან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული დიდი ფართო ფენების მოსახლეობის შესაბამისად დიდ ხარჯებთან პირობითია დიდი ზოგს შეიძლება ნაკლები დაუждოს ზოგს ძვირი თქვა წესრიგში მოყვანა თავისი ავტომანქანების შესაბამისად ეს ვადა გადაიწია იმის და არა მე აბსოლუტურად გეთანხმები და მხარს უჭერ რომ ვადა ნამდვილად უნდა გადაწეულიყო უბრალოდ თუ საუბარი არის მომხმარებლების უფლებათა დაცვაზე რა უფრო საშიშია საქართველოს მოქალაქისთვის ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი თუ ზედმეტი რეკლამა საეთერო სივრცეში. არც ერთი არ ვარგა და არც მეორე. არ ვარგა, მაგრამ ჯობია წინსწრება გავაკეთოთ. იმის ხარჯები გაცილებით უფრო დიდია და შესაბამისად უფრო რთულად განსახორციელებელი რეფორმაა. კარგით, ბატონო არჩილ, შემდეგი კითხვით მინდა მოგმართოთ თქვენს და ბატონ გუგასაც. წლების განმავლობაში, თქვენ წლები ამ უწყებაში მუშაობთ, კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს იყო ესეთი არაფორმალური კოორდინატორი აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამაში. ანუ გულისხმობ საქართველოს ერთგვარად ასრულებდა მედიატორის როლს აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ სხვა სახელმწიფოებსა და ბრიუსელს შორის. ორმხრივად ხდებოდა, შეგახსენებთ ბელორუსის მაგალითს და არაერთ სხვა მაგალითს ბელორუსი ვახსენე უბრალოდ იმდენად რამდენადაც ბელორუსმა ეს თვითონ თქვა, რა მდგომარეობაა დღეს? ჩვენი ფუნქცია აღმოსავლურ პარტნიორობაში არ შესუსტებულა და პოზიციები არ შესუსტებულა, მინდა გითხრათ. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე აღნიშნული პარტნიორობის, რაც გამოიხატება ეფექტურ მონაწილეობაში მის ყველა ფორმატში, აბსოლუტურად ყველა ფორმატში. ასევე ხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნების ჩვენი გამოცდილებით, თქვენი მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, მათგანაც ვიზიარებთ მათ გამოცდილებას და ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გაუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. თვითონ პარტნიორობა საკმაოდ მრავალწახნაგოვანია, მათ შორის მისი მრავალხრივი ფორმატი, თვითონ ინსტიტუციონალური მექანიზმით საკმაოდ დიდია, მოიცავს ძალიან მრავალ სექტორს და ყველა სექტორში, ყველა ღონისძიებებზე ეს იქნება შეხვედრები, ეს იქნება სემინარები, ეს იქნება ტრეინინგები, ეს იქნება საგმანი ინიციატივები, ანუ გარკვეული პროექტების განხორციელება, ეს იქნება ზუსტად ამ ერთობლივ პროექტებზე მუშაობა და ეს პროექტები ზოგი არის ასე ვთქვათ ტექნიკური გაძლიერების თვალსაზრისით სხვადასხვა უწყებების, ზოგი არის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდის ქვეყნის, ანუ სხვადასხვა დანიშნულების პროექტებში ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე. ჩვენ ვართ ზუსტად ის ქვეყანა, რომელიც ვცდილობთ, რომ თანმიმდევრული ვიყოთ ჩვენ პოლიტიკაში და დღესაც მხარს უჭერთ როგორც ბელარუსს, ასევე სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებიც თქვათ არ არიან ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირთან. აქტიურად იყვნენ ჩართული ამ ინიციატივაში და მათაც ნახონ სარგებელი, რათა ამ ქვეყნებთან ურთიერთობა ჩვენთვისაც ძალიან ღირებულია. ანუ ჩვენ ვინარჩუნებთ, ასე ვთქვათ, იმ შედარებით უპირატესობას, რომელიც წინა წლებში ჰქონდა მედიატორის როლი, ასე ვთქვათ, შენარჩუნებული გვაქვს. გუგა, მინდა რომ იგივე კითხვაზე თქვენს მიპასუხოთ, ასევე ესეთ დამატებით ასეთი ერთი კითხვა მინდა რომ კიდევ მოგცეთ.
დაახლოებით 10 წლის წინ საქართველოს და უკრაინამ ტანდემში დაიწყო რაღაც გზა, შემდეგ უკრაინა ჩამოგშორდა, დღეს უკრაინა დაბრუნდა, მაგრამ ეს ტანდემი რატომღაც აღარ გამოდის და უცხოელი დიპლომატები ხშირად საუბრისას გვირჩევენ, რომ ეს ტანდემი როგორღაც აღვადგინოთ. გასაგებია რა პრობლემები არსებობს, მაგრამ მინდა რომ თქვენი შეფასება მოვისმინო, რამდენად ვინარჩუნებთ არაფორმალური კოორდინატორის როლს და უკრაინასთან რამდენად გამოგვივა რომ წყვილში ვიაროთ. მადლობთ ამ კითხვისათვის. ძალიან აქტუალური კითხვაა გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად ამ საკითხთან მიმართებაში საკმაოდ მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი. მაგრამ რაც შეეხება საქართველოს აქტივობას და აქტიურობას სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შედარებით, მაგალითად ბელორუსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით, ეს ისედაც ასე იყო. საქართველოს გაცილებით უფრო ხმამაღლა ქონდა დეკლარირებული ის, რომ თქვა სურდა ევროკავშირში ინტეგრაცია, ვიდრე თქვა სხვა აღმოსავლეთ წევრებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს, არ გულისხმობ მოლდოვასა და უკრაინას. რა თქმა უნდა, მათთან შედარებით საქართველოს ჩანს, საქართველოს აქტიურობს, მაგრამ რეალურად დიდი სურვილი ევროკავშირთან თანამშრომლობისა როლი მედიატორის შენარჩუნებული გვაქვს, იმიტომ რომ მე მაქვს სხვა ინფორმაცია, რომ ეს როლი გვაქვს, მაგრამ შესუსტებულია. თუ შეიძლება დამასრულებინეთ, სომხეთთან, აზერბაიჯანთან შედარებით, დიახ, ეს ყველაფერი ასეა. მაგრამ ვერ დავეთანხმები ბატონ არჩილს იმაში, რომ თქვა საქართველოს არის წამყვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოთა შორის, ვინაიდან და რადგან ეს წამყვანი ელმაულის როლი ჩვენ წაგვართვეს. თავი ევროპელები წაგვართვეს დაუსრულებ თუ შეიძლება პირველ პლანზე გადაიწია უკრაინამ, გადაიწია მოლდოვამ და საქართველოს ან ახსენებენ ან მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ ან საერთოდ არ ახსენებენ და კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, მე გეტყვით ვთქვათ პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განხილვებიდან გამომდინარე საქართველოს ან არ ახსენებდნენ იმ უბრალო მიზეზის და გამო რომ координация იყო საკმაოდ სუსტი საქართველოს საგარეო უწყებასა და საქართველოს პოლონეთის საგარეო უწყებაში ბატონი არჩილის უწყება ბატონი არჩილის უწყება სხვა უწყებაა. დიახ, გასაგებია, მაგრამ რეალურად როდესაც პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოში ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული რუსეთის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ მიდის რამდენიმე დღის დაგვიანებით ეს საკმაოდ რთულად ასახსნელია. ხოლო რაც შეეხება იმ კონკრეტულად თქვენ კითხვას, არის თუ არა საქართველოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში წამყვანი ელმავალი, ჩემი მოსაზრებით და აბსოლუტური რწმენით ეს ასე არ არის. საქართველოს დავკარგეთ, დავთმეთ პოზიციები. კონკრეტული მაგალითებია ამის სტიპენდიების კუთხით. არ შემოდის საქართველოში იმდენი სტიპენდია, რამდენიც შემოდიოდა, თქვა, თუნდაც ერთი წლის წინ. ევროპული კავშირის მხრიდანაც იცით რა, სუსტად თანამშრომლობა? დეკლარირებულად ეს ასე არ არის, მაგრამ ფაქტობრივად ამის ყველა წინაპირობა სამწუხაროდ. გასაგებია ბატონო, თქვენი პოზიცია, რადგან ჩვენ შეზღუდულები ვარ ძალიან დროში და მინდა რომ აუდიტორიასაც მივცე კითხვის დასმის საშუალება. შემდეგ კითხვა ბატონო არჩილი იქნება ასეთი. ძალაში უკვე შევიდა ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მოდით ასე ვთქვათ. იგი მთელი მსოფლიო ცდილობს რომ ყველაზე უფრო ერთ-ერთ ყველაზე უფრო მდიდარ ბაზართან ევროპულ კავშირთან კონდეს მსგავსი ხელშეკრულება. ჩვენ გვაქვს ასეთი ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გვაქვს ასეთი მოულოდნელი ფაქტი, ექსპორტი 30%-ით 35%-ით გაზრდილა, შემცირდა. რისი ბრალია? გაიზარდა. ევროპულ კავშირთან გაიზარდა, ამბობს და ზოგადად არის შემცირებული. ანუ ჩემი კითხვა ესეთი იქნება, რამდენად ეფექტურად ახერხებს საქართველოს სახელმწიფო ამ ძალიან დიდი უპირატესობის გამოყენებას. მოგახსენებთ, აქ უფრო საექსპერტო ის გამომივა, ასე ვთქვათ, განმარტება ბოდიშ მოვიხდი, მაგრამ ნუ აქ ცოტა დეტალებში უნდა წავიდეთ იმისათვის, რომ გავიგოთ ეს გავცეთ სწორი პასუხი ამ კითხვას. პირველ რიგში მინდა წინა კითხვას ბატონ გუგასთან დაუბრუნდე და უბრალოდ მე ჩემი გამოცდილებიდან გითხრათ, ისიც აი ბოლო ვიზიტის დროს ყველა ჩვენი კოლეგა ევროკომისიაში მეუბნებოდა, რომ რეფორმების კუთხით თქვენ აღარ ჩემპიონები. არ ვიცი, ხო დავიფიცო რამე თუ რაღაც, მაგრამ ნამდვილად ესე იყო.
არა მე შემიძლია ნამდვილად ასევე დავიფიქსო რომ რამდენიმე ელჩთან ვისთანაც ჰქონდა საუბარი თბილისში ის კოლეგები ევროკომისიაში რეფორმებს გვაფასებენ ისინი ნამდვილად ადასტურებენ ამას მაგრამ არსებობს რაღაცა პრობლემა პრობლემები არსებობს დამისახელეს რომ ზოგიერთი დედაქალაქიდან ისმის ასე ვთქვათ κρიტიკა რეადმისიის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით რაც ნამდვილად არ იყო მანამდე ასე ძალიან ხო ეგ მე მიკვირს იმიტომ რომ მე გადავამოწმებ ეგ ინფორმაცია არ გამიგია სხვათა შორის ვერ დაგისახელებთ რამდენიმე ელჩმა ახსენა ეგ ძალიან მიკვირს იმიტომ რომ ყოველთვის ქონდა ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი 97-98% შარშანაც იცი რომ ქონდა ძალიან კაი მაჩვენებელი ხო და წელს თუ რამე არ ვიცი ასევე საზღვრების თემა იყო რაღაც რამდენიმე რაღაც კრიმინალური ავტორიტეტი თუ რაღაც შემოვიდა და გავიდა ქვეყნიდან მათი დეპორტაცია მოხდა და უცებ ისევ აღმოჩნდნენ სხვა სახელმწიფოში ეს ევროკავშირის თავის ოფიციალურ ასე ვთქვათ რეკომენდაციებში თუ შენიშვნებში ეგ თემა არ მოუხსენებია ერთი რამ შეიძლება გითხრათ ამიტომ რამდენად რეალურია ეს თემა მე არ ვიცი მეც ტელევიზიიდან გამიგია ხოლმე და ნამდვილად რომ დავიფიქსო რაღაც ასე ვთქვათ ოპოზიციის ბრალდება გამიგია მარტო მეტი არ მაგას იქით ინფორმაცია არ მაქვს რაც შეეხება ღრმა და ყოველწლიური თავისუფალი სავაჭრო სივრცის გამოყენებას, აი ძალიან სასიხარულოა, რომ იმ პირობებში, როცა ჩვენ სამეზობლოში ეკონომიკური სირთულეებია რუსეთ-უკრაინის ომის გამო და რუსეთის აგრესიის გამო, ზოგადად, რომელიც პრინციპში ჩვენზეც მოქმედებს, იმიტომ რომ ინვესტორი თავს იკავებს იმ ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების ჩადებისგან, სადაც სხვა მესამე ქვეყნის აგრესიის საფრთხეა, ხო? ესეც ანუ არაპირდაპირ შეიძლება საქართველოს არ დაესხა თავს რუსეთი ეხლა ბოლოს თუმცა ეს ხელშეკრულებები გაფორმებული თავდასხმის გარკვეული ფორმაა უკრაინას დაესხა თავს მაგრამ აი ის უკრაინაში გამწვავებული სიტუაციაც ჩვენზე ცუდად მოქმედებს ეკონომიკურად ეს ინვესტიციების კუთხით და მეორე მხრივ კიდე რა თქმა უნდა თვითონ უკრაინის ეკონომიკა ასე ვთქვათ საკმაოდ ცუდ დღეშია მათი ვალუტა ორჯერ გაუფასურდა შემცირებულია საკონელბრუნვა, შემცირებულია შესაბამისად საქართველოს ექსპორტიც უკრაინაში. ასევე თვითონ რუსეთის ეკონომიკა ნაწილობრივ ამის გამო, ნაწილობრივ საქციების გამო მძიმე დღეშია, იქაც შემცირდა ჩვენი ექსპორტი, შემცირდა დანარჩენ მეზობელ ქვეყნებშიც სერიოზული, ანუ 52%-ით შემცირდა ჩვენი ექსპორტი ჩვენ ყოფილ პარტნიორებთან DCT-ის სივრცეში. და ამ დროს ზუსტად რაღაც ასე ვთქვათ მაშველი ბალიში გადმოგვიგდო ღრმა და ყოველწლიური თავისუფალმა სივრცემ ევროკავშირთან და 35%-ით ბოლო ასე ვთქვათ იანვრის მონაცემებით გაიზარდა ექსპორტის არის შემცირებული. თლიანი შემცირებულია, მაგრამ ევროკავშირთან 35%-ით რუსეთთან სავაჭრო პარტნიორობა დიდი ხანია ჩვენ არ გქონდა, ჩვენ დაიწყო რაღაც პერიოდით ჩვენგან სხვადასხვა თავრობისგან რეკომენდაცია იყო რომ ბიზნესმენები ძალიან სიფრთხილით მოკიდებოდნენ რუსეთის ბაზარს, ითვალისწინებენ ძალიან ბევრი ბიზნესი ითვალისწინებს და გარკვეულწილად ამის შედეგიც არის რომ 35%-ით გაიზარდა ევროკავშირთან ექსპორტი. ეხლა რამდენად სულად ვიყენებთ ამ ხელშეკრულებას? მინდა გითხრათ რომ ამოქმედდა მხოლოდ ჯერჯერობით რეალურად ტარიფების ნაწილი ამ ხელშეკრულების. არასატარიფო ბარიერების ნაწილი რომ ამოქმედდეს, რაც უფრო სერიოზულ ასე ვთქვათ დასმოგვიტას ევროკავშირთან ექსპორტის და ევროპული პრაქტიკულად ეკონომიკის ნაწილს გაგვდის, გარკვეული ეტაპია კიდე გასავლელი. ანუ რას ნიშნავს ეს ეტაპი? ეტაპი ნიშნავს ამ ხელშეკრულებით გაწერილი რეფორმების განხორციელებას და შემდგომ თითოეული სფეროს მიხედვით ევროკავშირთან აღიარების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებას. სწორედ განხორციელებული წარმატებით განხორციელებული რეფორმების ყვალობაზე და შესაბამისი აღიარების შესახებ ხელშეკრულებების დადების შემდეგ მოიხსნება ჩვენი მეწარმეებისთვის ის არასატარიფო ბარიერები, რაც დღეს რეალურად ხელს უწყობს სამრეწველო და თქვენი ინფორმაციით, რამდენ ქართველ მეწარმეს თუ ფერმერს თუ რა ვიცი. კი. საქართველოს მოქალაქეს აქვს ეს ეგრეთ წოდებული Global AP თუ სწორად მახსოვს სერტიფიკატი, რომლის საშუალებითაც მათ შეუძლიათ გამიჭირდება რაღაც ციფრებზე საუბარი. თუმცა სულ რამდენიმე ერთეულია მე მაქვს ეს ციფრები, რამდენიმე ერთეულია. მე ვიცი რომ თქვენი უწყება მუშაობს ამ მიმართულებით, მაგრამ სხვა უწყებები სამწუხაროდ ამ მიმართულებით არ მუშაობენ და სახელმწიფო არ ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს იმაში რომ ანალოგიური ტიპის სერტიფიკატები მიიღონ და გაიადვილონ ევროპული კავშირის ბაზარზე შესვლა. ეს რეფორმები გულისხმობს რომ როდის ანუ რა რეფორმების განხორციელების შემდეგ
აქ საქართველოში აღებული სერტიფიკატებითაც თავისუფლად იქნება შესაძლებელი ევროკავშირის ყოველგვარი დამატებითი მოთხოვნების გარეშე ჩვენი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანა. ანუ ეს არის ზუსტად ყველაზე დიდი დახმარება, რომ რეფორმები რომ განხორციელდება, მოხდება მთლიანად სისტემების აღიარება და ჩვენი ასე ვთქვათ ქართული დოკუმენტებითაც შესაძლებელი იქნება ევროკავშირის ბატონო არჩილ ეს გულის კოორდინირებულ ქმედებას თავრობის ყველა მინისტრს შორის სიმართლე გითხრათ ჩვენ ამ კოორდინირებულ მოქმედებას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. აქედან მაქვს შემდეგი კითხვა უკეთესი კოორდინაცია ხო არ იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ თქვათ იგივე თქვენი სამინისტრო თუ სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეუერთდებოდა, გაერთიანდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თქვათ. ეხლა აქ როცა კოორდინაციაზე ამ შემთხვევაში მე არ ვსაუბრობ რომ გავაუქმოთ რამე, უბრალოდ ფაქტებს გეტყვით. შეიძლება გაუქმდეს ბიუროკრატია, მაგრამ ფუნქცია პირიქით გაიზარდოს და ეს შეიძლება გაიზარდოს სწორედ მე გეტყვით ეხლა გაერთიანების ხო, კი ბატონო, გასაგებია. იგივე კითხვით მინდა რომ ამ კითხვაზე ბატონმა გუგამაც გასცეს პასუხი, რამდენად ვიცი, არის ესეთი საზოგადოება ივერიას პროგრამაც კი აქვს რაღაც მომზადებული ამასთან დაკავშირებით ბატონ არჩილ თქვენ გისმენთ. არის გარკვეული სახელმწიფოები, სადაც აი ვთქვათ მოლდოვას, პოლონეთს, სადაც ეს ორი ფუნქცია გაერთიანებულია, საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროებია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ გაერთიანებას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით, ახლა ჩვენ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ცალკე უწყება ახორციელებს კოორდინატორის ფუნქციას. მინდა უბრალოდ ფაქტებით გითხრათ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თვითონ ინსტიტუციონალური სტრუქტურა, რომელიც კოორდინაციას ახორციელებს, მნიშვნელოვნად გაძლიერდა, როგორც კადრების რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე ტრეინინგების საშუალებით, ასევე ყველა სამინისტროში ჩვენ მივახციეთ და დღესდღეობით არის ასე ვთქვათ ამდენი წლების მერე პირველად შემთხვევა, როცა ყველა სამინისტროში აბსოლუტურად არის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც მხოლოდ ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს, არის პასუხისმგებელი ევროინტეგრაციის მოადგილე. ჩვენ გვაქვს სამუშაო ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც ძალიან ხშირად ხვდება ერთმანეთს და იხილავს ზუსტად როგორც ასოცირების განხორციელების, ასევე სხვა ევროინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვან საკითხებს. ანუ კოორდინაციის სტრუქტურა დღეისათვის გაძლიერებულია. ჩვენ კიდევ გეგმავთ კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენი აპარატის რიცხოვნობა გაზრდილია და თქვათ ამ უწყებების, დამატებით უწყებების შექმნას ხომ არ ჯობია რომ ერთ უწყებაში იყოს ეს ყველაფერი. საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისი ფუნქცია აქვს, ანუ დიპლომატიური მხარდაჭერა მიხარია, რასაც ამბობთ, იმიტომ რომ ევროპული ინტეგრაცია ეს ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს ეხება. უბრალოდ უფრო მეტად გამიხარდებოდა ნამდვილად რომ იგივე მესმოდეს ევროპული კავშირის სახელმწიფოთა ელჩებისგან თბილისში. მათგან სამწუხაროდ გვესმის ძალიან ისეთი არასასიამოვნო ხშირად გზავნილები, რაც ხშირად ესე იგი აღძრავს ისეთ ფიქრებს, რომელიც ნამდვილად არ არის რომ ესე იგი რეალობაში რომ მათი გულისხმობთ კოორდინაციის კუთხით ბევრი სხვადასხვა კუთხით ძალიან ბევრი ელჩისგან უხსენია რომ ზოგიერთ სამინისტროსთან არის ელემენტარულად კომპეტენციის პრობლემა. ეს არ ეხება რასაკვირველია თქვენ სამინისტროს, თქვენ სამინისტროსთან მიმართებაში მსგავსი რამე არც ერთი ელჩისგან არ მოგვისმენია. პირიქით თქვენი თანაბრად საწყენი იქნება სხვა სამინისტროსაც თუ არის. ეს თანაბრად საწყენია აბსოლუტურად ყველასთვის, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ ამ სახელმწიფოს მოქალაქეები. ბატონო გუგა, თქვენ აი ბოლო კითხვასთან დაკავშირებით ხომ არ ჩდება ასეთი შტაბეშტილება ხომ არ გვჭება რომ ნაკლები კოორდინაცია არსებობს ამ მიმართულებით. თუნდაც აი ეს ფაქტი რომ იგივე DCFTA-ს ვერ ვითვისებთ ასე ვთქვათ ბოლომდე აი უპირატესობას, რასაც ეს ხელშეკრულება ჩვენ გვაძლევს, აი ამასთან დაკავშირებით თქვენი კომენტარი და შემდეგ აი ვთხოვ რომ დარბაზიდან რადგან დროში შეზღუდულები ვართ, იქნებ ორი კითხვა მოვამზადოთ. უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გავამახვილებდი თქვენს წინა რემარკზე.
სახელმწიფო გუნდის კოორდინაციის ხარისხის შესახებ და სამწუხაროდ ჩვენ არ გვისაუბრია და არ გაგიმახვილებიათ ყურადღება სავიზო რეგულაციებზე თქვენს ნებართვით ამაზე ვისაუბრებ, როდესაც იუსტიციის მინისტრი გამოდის და თქო სიამაყით აღნიშნავს არა მარტო ამაზეა საუბარი, როდესაც მინისტრები სხვადასხვა თუ შეიძლება დავამთავრებ, როდესაც იუსტიციის მინისტრი ამბობს ერთს და შემდეგ ეკონომიკის მინისტრი ამბობს აბსოლუტურად მეორეს და ამის კონკრეტული მაგალითი და ამის კონკრეტული დასტური გახლავთ სავიზო პოლიტიკა, რომელიც სრულიად ჩავარდა და სამწუხაროდ ეს აისახება ისევ და ისევ ახალსავიზო რეგულაციებს აბსოლუტურად ჩავარდა. როგორც მოგეხსენებათ 2014 წლის 1 სექტემბრიდან აბსოლუტურად ახალი შეიძლება ითქვა საიმიგრაციო პოლიტიკა მივიღეთ, რომლის მიხედვითაც სერვისების სააგენტოს მიერ აღარ გაიცემა ვიზები საქართველოში და ეს კონკრეტულად რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ თავი დავანებოთ, 365 დღე გქონდათ უფლება საქართველოში ყოფნის, შეუზღუდეთ 90 დღე. თუ 90 დღე შეიძლება, რატომ არ შეიძლება 365 დღე? თუ გვეშინია, მაშინ 90 დღე საკმარისია. 365 შეიძლება, უბრალოდ ფერბინადნობა უნდა აიღო. მაგრამ რაც შეეხება ხანგრძლივ ვიზას, ეგრეთ წოდებულ D კატეგორიის ვიზებს, კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვანთ, Transparency International-მა ჩაატარა ძალიან საინტერესო კვლევა მიმართულებით და რამდენიმე მაგალითი იყო მოყვანილი. ჯერ აბსოლუტურად გაუგებარი არის ამ სავიზო პოლიტიკის შექმნის მიზეზები, მაგრამ გასაგებია მივიღეთ, მაგრამ ვერ მივიღეთ აბსოლუტურად ახსნა. თქვათ, რატომ შეიძლება სავიზო რეჟიმი დაუქმოთ ჩილეს მოქალაქეს და არ შეიძლება თქვათ და დაუტოვოთ თქვათ უვიზოდ გადაადგილების უფლება ბოსტვანის მოქალაქეს, რა კრიტერიუმები იყო. მაგრამ არა უშო შეიძლება თქვათ ესეც გადავიტანოთ, მაგრამ ყველაზე არც თუ ისე ყველაზე უგუნური შეიძლება იყოს, ითქვას, გახლავთ ის ფაქტი, რომ მაგალითად ერაყის მოქალაქეს და იმ სტუდენტებს, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში და სწავლობენ. მათ იმისათვის, რათა მიიღონ საქართველოს ვიზა უწოდ ან ანკარაში ჩასვლა, ამანში უწოდ ან იორდანიაში. თემას ვიცნობ, ამანში უნდა ჩავიდნენ ორჯერ, როგორც ან ერთი თვის განმავლობაში უნდა გაჩერდნენ. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თქვათ, საქართველოს არ არის სამწუხაროდ ბრაზილია დიპლომატიური ურთიერთობების კუთხით და არ აქვს ყველგან დიპლომატიური წარმომადგენლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ სტუდენტებს რომლებიც სწავლობდნენ საქართველოს უნივერსიტეტებში უგულობით ისეთი ძალიან რთული თემაა, ეს ძალიან ბევრ სხვა თემა, მათ შორის არაღიარების პოლიტიკას უტყავს, ინვესტირების, პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ანუ ეს ძალიან ფართო თემაა. მე მინდა რომ კონკრეტულად იქნება კოორდინაციის თემაზე, უწყებათა შორის კოორდინაციის თემაზე, თქვენ რაღაც ახალი ხედვა გაქვთ, რამდენადაც ვიცი და იქნება აი ამ თემაზე გესაუბროთ. უბრალოდ ეს თემა იმდენად საინტერესოა და იმდენად მრავალისმომცველი, რომ არ შემეძლო ორი სიტყვა მეთქვა, მაგრამ გასაგებია დავემორჩილები ამ შემთხვევაში თქვენს ძალაუფლებას. დიახ, საზოგადოება იუერიეს ჰქონდა 16 მარტს შეხვედრა ხალხთან. სადაც მიუნხენის კონფერენციის ფორმატში ლიდერებმა ისაუბრეს და ლიდერებთან ერთად მათ შორის მეც მქონდა იმის საშუალება რომ გვესაუბრო და გაგვემახვილებინა ყურადღება იმ ხედვებზე რომელიც აქვს საზოგადოება იუერიას, იმ გამოსავლებზე რომელიც შესაძლებელია ვიპოვოთ რთული სიტუაციიდან და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა გახდათ ეს გაბერილი სახელმწიფო აპარატის უმტკივნეულოდ შემცირება, არა, თქვათ, ხაზს უსვამს, ხაზი გაუსვა იმას, რომ არა ვინმე სამსახურიდან გაშვებით, არამედ ფუნქციების სწორად გადანაწილებით, რაც აბსოლუტურად შესაძლებელია და დღესდღეობით მივიღეთ რა? მივიღეთ ის, რომ ნაცვლად იმისა, რომ რაღაც მიმართულებით გაზრდილიყო სახელმწიფო აპარატის ეფექტუნარიანობა, სახელმწიფო აპარატი გაიზარდა, რაც დამატებითი ხარჯები ჯდება და დამატებით თქვენ ფიქრობთ რომ ეს ხელს უშლის ასე ვთქვათ სახელმწიფო უწყებათა კოორდინაციას კონკრეტულად აი ევროპული ინტეგრაციის კუთხით? არა მარტო ევროპული ინტეგრაციის კუთხით, იმიტომ რომ არის რაღაც ბიუროკრატიული პროცედურები და საფეხურები, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ეფექტურ თანამშრომლობას უწყებათა შორის. ხა ნამდვილად არ მსურს ვისაუბრო. რა არის თქვენი აზრით? თქვენ მხარს უჭერთ ანუ კონკრეტიკის გარეშე ძნელია რა შესაძლოა მე ვერ გაერთიანებას ორი სამინისტროს თქვათ აბსოლუტურად შესაძლებელია ამის მაგალითი გვაქვს აღმოსავლეთ ევროპის შემთხვევაში. ჩემი აზრით იქნება არასწორი პოლიტიკური მესიჯი. ტექნიკურად რა თქმა უნდა შესაძლებელია ეს გაერთიანება, არის ამისი მაგალითები. მაგრამ ეს იქნება არასწორი მესიჯი ალბათ და მე შეიძლება ოპოზიციამაც გამოიყენოს რომ აი ხო ხედავთ არ სინამდვილეში არ მივდივართ ევროინტეგრაციის და ნატოში ინტეგრაციის კუთხით სამინისტროს კი გააუქმეს. ანუ რაღაც შიდა პოლიტიკური ასე ვთქვათ. როგორც შიდა ასევე გარე პოლიტიკური ასე ვთქვათ შეიძლება არასწორი მესიჯად იქნას აღქმული.
როგორც მინიმუმ და მეორეც, ანუ ცალკე სტრუქტურად ყოფნა უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს ალბათ ჩვენი აზრით ამ საკითხებზე, თუნდაც მთავრობის ხმობებზე, თუნდაც ამ დამატებით შესაძლებლობებს გვაძლევს ამ თემატიკის მიმართულებით. თორე ასე ვთქვათ, პრინციპულად ისეთ შეიძლება იყოს ეს სტრუქტურა მოწყობილი და ისეთ შეიძლება იყოს. შეიძლება ცუდი სიგნალი გაეგზავნოს თბილისიდან. რამდენად კარგი სიგნალია ვთქვათ თბილისიდან ის სიგნალები, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის ძალიან ბევრი წევრისგან ვისმენთ. ნუ რა თქმა უნდა, ხა არ გერს კომენტარის გაკეთება იმ ფაქტზე ვთქვათ, რასაც ვისმენთ რამდენიმე წარმომადგენლისგან უმრავლესობის გუნდს გულისხმობ და რა თქმა უნდა ეს არის აბსოლუტურად ნეგატივი. ყველა წარმომადგენლისგან იგივეს ვისმენთ. დიახ, მაგრამ მაინც ან სულს განმაზოგადო გამომდინარე იქიდან რომ დეკლარირებულად მართლ კოალიციას ხმამაღლა აქვს განცხადებული რომ ვთქვათ საქართველოს მომავალი ევროკავშირში, მაგრამ უშუალოდ დაუბრუნდები ამ საკითხს, რაზეც ვსაუბრობდით და ვიტყვი იმას რომ პირადად ჩემი მოსაზრებით ეხა არ ვსურს რომ ვინმეს თავზე შემოახვევეს მოსაზრება. აბსოლუტურად არ ნიშნავს ვთქვათ საგარეო საქმეთა სამინისტროს თუ დაუქვემდებარებთ ამ უწყებას კონკრეტულად. არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის და დასავლელი პარტნიორებისთვის რაიმე ნეგატიურ მესიჯს იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოს ან შეიძლება უარი თქვას ევროკავშირის ინტეგრაციაზე, დასავლეთთან თანამშრომლობაზე, ან რაიმე სხვა ამ კონტექსტის შემცველი მესიჯი აბსოლუტურად არ ნიშნავს. თუმცა არსებობს ასე ვთქვათ, შიდა პოლიტიკური კონიუნქტურა. შეიძლება ყოველთვის რაღაც იყოს კარგად, რაღაც იყოს უფრო ცუდად, მაგრამ ჩვენი აზრით ამ შემთხვევაში საუბრობს საზოგადოება, როგორც საზოგადოება იუერიის წარმომადგენელი, არ არის საჭირო ისედაც ფინანსური კრიზისისაკენ მიმავალ ბიუჯეტს დამატებითი უწყებები და დამატებითი ფუნქციები დავაკისოთ, რომელიც არც თუ ისე, ვთქვათ, მკვეთრად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და ვთქვათ, ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ ევროინტეგრაციის მიმართულებას, არის კიდევ რაღაც მიმართულებები, ვთქვათ, რაზე სასაუბროდაც ალბათ არ მეყოფა და დიდი მადლობა, ბატონ გოგა, ბატონ ვარჩი, მე მინდა ვთხოვო აუდიტორიას თუ გაქვთ კითხვები. მოგესალმებით, მადლობთ თქვენი მობრძანებისთვის. ნინო ივანელაშვილი პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტი. ბატონ არჩილთანმა კითხვა, როგორც ვიცით, დღესდღეობით ძალიან აქტუალურია ვიზების ლიბერალიზაციის თემა და მინდა კითხვით მოგმართოთ, ანუ რა ეტაპზე დღეს ან თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ვიზების ლიბერალიზაციის თემა და როდის ფიქრობთ, რომ ეს ამოქმედება? ჩვენ გვაქვს სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, სადაც კონკრეტული ღონისძიებებია განსახორციელებული, გაწერილი სხვადასხვა უწყებების შორის თავისი ვადებით. ორი ფაზისგან შედგებოდა ეს გეგმა. პირველი ფაზა იყო საკანონმდებლო ცვლილებების ფაზა, რომელიც წარმატებით დავხურეთ. მეორე ფაზა ამ ცვლილებების უკვე განხორციელების ფაზა. აი ეს ფაზაც საკმაოდ წარმატებით ასე ვთქვათ ვართვებთ თავს ამ ფაზასაც. უბრალოდ ეს ცვლილება, ანუ განხორციელების ფაზა უნდა შეფასდეს ევროპული მხარის მიერ. გარკვეული დრო მიაქვს, რა თქმა უნდა, დაკვირვებას, იმიტომ რომ დრო ჭირდება იგივე ექსპერტს, რომ დააკვირდეს ამ დროის განმავლობაში როგორ სრულდება გარკვეული კანონი, ახალი კანონი, რა თქმა უნდა. შესაბამისად ეხლა ვართ შეფასების ეტაპზე, იყო რამდენიმე მისია ჩამოსული, ბოლო მისიის წარმომადგენელი მე მგონი 2 დღეში წავიდა საქართველოსდან. ანუ თუ საერთოდ გუშინ წავიდა, შესაბამისად ეხლა ამ მისიებმა უნდა დაწერონ თავისი ანგარიში. წინასწარი გასაუბრებით ამ ექსპერტებთან ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი, ასე ვთქვათ, გამოხმაურება და ველოდებით პოზიტიურ შეფასებებს. და თვითონაც იძახიან, რომ იგივე საქართველოს გაცილებით უფრო წინ არის ამ რეფორმის განხორციელებაში, ვიდრე უკრაინა, რომელიც დაახლოებით ჩვენივე, ასე ვთქვათ, მდგომარეობაშია ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით ზოგადად. შესაბამისად ეს შეფასებები დაიდება რიგის სამიტისთვის და რიგის სამიტმა ამ შეფასებების საფუძველზე, როგორც მე უკვე გითხარით, უნდა მისცეს რეკომენდაცია შესაბამის ევროპულ სტრუქტურებს, რომ მათ მიიღონ უკვე საბოლოო გადაწყვეტილება. ანუ შენგენის წევრი ქვეყნების მონაწილეობით სხვადასხვა ევროკავშირის სტრუქტურებში ეს ეტაპობრივად გაივნისა სტრუქტურები, იქ არის კორეპერი 1, კორეპერი 2, მერე შესაბამისი საბჭო, რომელიც გითხარით, წერა მქონდა საუბარი. ამ ეტაპების გავლის შემდეგ, როცა საბჭოს საბოლოოდ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ასე ვთქვათ, გვეცოდინება ზუსტი თარიღი, როდის მოლდოვის შემთხვევაში სამიტის მერე კიდევ 3 თვე გავიდა, სანამ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და კიდევ 3 თვე სანამ ამოქმედდა ალბათ.
ისე რომ ყველაზე ოპტიმისტური სცენარით რო ვისაუბროთ, სადღაც 9 წელი სამიტის მერე უნდა გავთვალოთ კიდევ რომ სანამ ამოქმედება ის პოზიტიური შეფასება ლიგაში თუ არსებობს თუ მერე მოხდა სამწუხაროდ მოლდოვისგან განსხვავებით ზოგადად საერთაშორისო სიტუაცია ძალიან გართულებულია ჩვენ შემთხვევაში ერთი გართულებულია იმიტომ რომ წეგანდო მეთქვა და ვერ მოასარი გართულებული იმიტომ რომ ამ ტერორისტული საფრანგეთში ტერორისტული აქტის შემდეგ ზოგადად მიგრაციის პოლიტიკის გადახედვა მიმდინარეობს საერთოდ არა პოლიტიკოსებისათვის ძალიან არაპოპულარული თემაა და საფრთხის შემცველი თემაა მოსახლეობაც ძალიან ესე ვთქვათ ეჭვის თვალით ეკიდება როგორც მიგრანტებს ასევე კიდევ უფრო გახსნას ევროკავშირის ასე ვთქვათ საზღვრების უცხოელი მიგრანტებისათვის თავის თავისთვის ცუდად მოქმედებს ჩვენზე. გარდა მაგისა, უკრაინასთან ერთად ასე ვთქვათ განიხილავენ ხო საქართველოს. ამ დროს უკრაინაში არის 9 მილიონამდე ტოლილი უკვე, რომელიც პოტენციური თავშესაფრის მაძიებელია. შესაბამისად, აი ამასაც იღებენ მხედველობაში. ანუ ბევრი რაღაც საერთაშორისო ფაქტორია, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს. გარდა მაგისა, მოლდოვას ძალიან ისეთი აქტიური მხარდაჭერი ყავდა რუმინეთის სახით, რომელმაც პრაქტიკულად 700,000 მოქალაქეს თავისი პასპორტები დაურიგა და უკვე ევროკავშირის მოქალაქე ჩვენს ყავდა კარგი ორი ლობისტის სახელმწიფო ეხლაც ყავს არ არის დღეს ისეთი აქტიურები ხო შეიძლება ისეთი აქტიურები არ არიან მაგრამ ფაქტორებს დაუმატებდი უბრალოდ თქვენს არგუმენტებს დავამყარებდი კიდევ იმით რომ სახეზეა ევროპაში ასეთი რადიკალური მემარჯვენე ულტრამემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდა ჩრდილოეთში ულტრამემარჯვენე და სამხრეთში ულტრამემარცხენე პარტიების თუმცა ულტრამემარცხენეები როგორც მოგესალმებათ საბერძნეთის მთავრობა აპირებს რომ საერთოდ გააღოს დროებითი დაკავების საკნები და ყველა არალეგალი გამოუშვას და ასე შემდეგ იქ რაღაც ძალიან დიდი რეფორმების ძალიან დიდი პაკეტი აქვს რომელიც ასევე შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს გააძლიეროს სხვა სახელმწიფოებში ასე ვთქვათ ეს ანტი ასე ვთქვათ ემიგრაციული განწყობილებები. გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ მაინც იმედი გვაქვს პოზიტიური გადაწყვეტილების. მე ვარ გიორგი ხუციშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა დიპლომატთა ალიანსის წარმომადგენელი და რიგის სამიტთან დაკავშირებით მინდა ბატონ არჩილს დაუსვა კითხვა. ანუ რა კონკრეტული დიპლომატიური ქმედებები ხდება რიგის სამიტისთვის მოსამზადებლად და რა გვაქვს თუ რაიმე შედეგი ამ მხრივ უკვე ესეც ჩემი თემა არ არის ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს თემა დიპლომატიური ძალისხმევა ზუსტად წეგან საუბრობდი რომ ფუნქციონალურად საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაა თუმცა რა თქმა უნდა ინფორმაცია მაქვს და მოგახსენებთ რომ ძალიან აქტიური დიპლომატიური ძალისხმევა ხდება ჩვენი საელჩოების ძალიან ინტენსიური შეხვედრები აკრედიტაციის შესაბამის ქვეყნებში. იგეგმება როგორც ჩვენი მინისტრის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის იგეგმება კი არა პრაქტიკულად დაწყებულია სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოებში ვიზიტები. აი დღეს საღამოთაც მიფრინავს ჩემი მინისტრი. ანუ გვინდა რომ მაქსიმალურად ფართო სპექტრი მოვიცვათ მათ შორის ზოგიერთი ასე ვთქვათ ნაკლებად ოპტიმისტური და უფრო სკეპტიკური ქვეყნების რომ მოვიპოვოთ ხარდაჭერა ჩვენთვის პრინციპულ საკითხებზე რიგის სამიტისთვის. ძალიან ინტენსიურად თანამშრომლობთ თვითონ თბილისში ასე ვთქვათ აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან. ვიყენებთ ყველა პრაქტიკულად საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმების თუ სხვა საერთაშორისო ყრილობების ფორმატს, რათა ასე ვთქვათ ჩვენი წარმატებების და ჩვენი წისვლის შესახებ ინფორმაცია გავავრცელოთ და ჩვენი ასე ვთქვათ მიზნები ნათლად წარმოვაჩინოთ თუ რა არის იგივე რიგის სამიტისთვის და ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით. ანუ რაღაც კომპლექსური მიდგომაა იმისათვის რომ ჩვენი მხრიდან რომ უზრუნველყოთ დიპლომატიური მხარდაჭერა ჩვენი მიზნების. ძალიან დიდი მადლობას მოვახსენებ აუდიტორიას დასწრებისთვის. ბატონ მინისტრის მოადგილეს მობრძანებისთვის და ძალიან საინტერესო დიალოგისთვის. მოლოდინები მართლაც მაღალია და იმედია რომ ჩვენი მოლოდინები გამართლდება. მადლობას მოვახსენებ ბატონ გუგას ძალიან საინტერესო დიალოგისთვის და ამავდროულად ძალიან საინტერესოა ის პროგრამა რომელიც საზოგადოება ივერიამ წარმოადგინა და ვფიქრობ მოგვეცემა საშუალება რომ ამ პროგრამას
უფრო დეტალურად გავეცნოთ თუ შეიძლება ვიტყვი, იმიტომ რომ გამომდინარე დღევანდელი გადაცემის ფორმატიდან და ვთქვათ ქრონომეტრაჟიდან ვთქვათ არ იყო იმის საშუალება რომ გაცილებით უფრო ვრცლად გვესაუბრე საზოგადოება ივერიის შეხვედრაზე და იმედი მაქვს მომდევნო გადაცემებში უფრო მეტ ვთქვათ აქცენტირებას გავაკეთებ რომ გვექნება ამის საშუალება ისევე როგორც ვიტოვებ იმედს რომ მომავალ გადაცემებში გიხილავთ ისევ სტუმრის რანგში გადაცემა ამით დასრულებულია დიდი მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ